გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ G2G, ეს TikTok ედიტების დაჯილდოება, ჩვენ 5 კი არა და 6 გამარჯვებულს გამოვავლენთ ერთად. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. შეგიძლიათ რომ ჩაერთოთ მაფიის ღამე 14 ჰეშტეგზე და გააკეთოთ მე-5, მე-6 და მე-7 ეპიზოდებიდან ედიტები. ამ ვიდეოში კი მოხდება მე-პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ეპიზოდების ვიდეოები. წავედით. პირველ რიგში ამ ვიდეოს მინდა ვუყუროთ და რაღაც უნდა გითხრათ. ძალიან კარგი არის. Dark Flash ჩვენი მეგობარია და MVP-ს გახდა და ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა. ძალიან ბევრი ედიტი იყო და ყველა ედიტორს ძალიან დიდი მადლობა საპორტისთვის, რომ Dark Flash-ს დაუჭირეთ მხარი. ამ ვიდეოთი კი მინდა გითხრათ, რომ ყველანი დაპატიჟებულები ხართ Full Room მაფიაში, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ითამაშოს მაფია, დაჯავშნოს Facebook-ზე მოგწეროს და დეტალებს გაიგებთ. ხოლო ედიტორები, ვინც მაფიაზე ედიტებს აკეთებთ, დაპატიჟებულები ხართ მაფია ერთად ვითამაშოთ. გელოდებით. ხო, ისე რა საინტერესო იყო Dark Flash-ი თავის თავზე რო აკეთებდა ედიტებს, ძალიან მაგარი ედიტები ქონდა, მაგრამ Dark Flash შენ არ გაიმარჯვებ. სხვებს დაუთმოთ ამჯერად. შემდეგში ვნახოთ. წავედით, პირველი გამარჯვებული გამოვავლინოთ. პირველი გამარჯვებული არის Muro Production-ი. წავიდა. მე ვისწავდი, მაგრამ შენ და ამას თუ აგაყენებდით, გონია რომ დამთავრდებოდა თამაში. დასრულდა თქვენ. ის კადიგიო შეტყვი ამაზე მე რა ეს ორი თუ ადგება, ჩემი ერთ თამაშს გასრულდება. რა. მაგაცები! ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი ედიტი იყო, რაღაცა განსხვავებული, სახალისო, იუმორისტული, ედიტური სკილების ჩანდა და პირველი გამარჯვებული არის ეს. მოგწერ Muro. ჯიგარი ხარო ძალიან ბევრ ედიტებს აკეთებ და დაგიფასდება. შემდეგი გამარჯვებული არის ცოტნე გელაშვილი ამ ედიტით, რომელიც უკვდავი არის. ეს მელოდია. თუ შეიძლება 8 ნომერის კანდიდატურა. მე ვარ დეტალები. აი რაც მომეწონა, კარგი დრაივია თავიდან, მერე უკვე storytelling-ი და მერე ბოლოში იქნება ედიტი. კანდიდატურა იყოს 1 ნომერი, იმიტომ რომ შავია და გადამოწონებული. მე მჯერა შენი დეტექტივების. გაწაფულობა ფიქშია 8-1. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიაცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 1-იანმა? აი ეს ხმაც, ბოლო, ანუ კარგი შეკრულია. ცოტნეს ისე აქვს დამუღავებული აი ეს სტილი, რომ თითქოს ტემპლეიტივით აქვს დამუღავებული და აი ესე მაგრად აკეთებს რა. მე შემდეგში ვისურვებ სხვა მუსიკას და ცოტა სხვა სტილს. ასე რომ ჩელენჯი მიიღე. შემდეგი გამარჯვებული არის ჩვენი გოგოლა. მაგარი იყო. კოჩა გოგოლა. გოგოლას რამოდენიმე კარგი ედიტი ქონდა და ეს ავარჩიე. შემდეგი ედიტი კი არის ალიკა ედიტს. წავედით. დამოწებული წითელი, მე ვარ დეტექტივი. 7-იანი არ მომეწონა. აი, ორიგინალური არის, ბიჭო. რა ნაზი ხავერდოვანი მუსიკაა. აი შენ დეტექტივებს მე არ მოყვები შანსი არა ჩემთვის 4-იანი არის დეტექტივი, იმიტომ რომ ორი ნომერი მოეწე და შავი მყავდა. ძალიან დააკვდა. სევდიანი, საინტერესო მუსიკაა. მე შენ დეტექტივების ძერა. ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა თამაში რო ეპიკობა იყო, მეთახმები. ნინიკო ფინალშია. ოპა, კაია. ვაუ. წამიხო. მომიტაცა. სადღაც მთაში წამიყვანა და მამოგზაურა. ძალიან კარგი იყო. შემდეგი გამარჯვებული გაინტერესებთ? ჯერ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, კომენტარებში წარმატებები მისურვეთ და მაფიას შაბათს დაელოდეთ. გეტყვით რომ მაფიის სპონსორია Betson Sport-ი.
შემდეგი ედითი წავი. ორი არის მაფია რა. ან ორი არის მაფია, რომელიც არასწორი არგუმენტებით მიდევდა რა. ამიტომ ორი ესეც განსხვავებულია. არა, ღმერთო. ამ ედიტში მახსენდება ანა რომ ძალით როგორ დამაწყებინა პოდკასტების კეთება. იმედია მალე არ მომწეს შემდეგი პოდკასტი უნდა გადავიღოთ რაღაც დღეესო. ხვალო. მარკო, კოჩახი. ორიგინალური იყო. ბოლო გამარჯვებული კი არის ნანუკა, რომელიც ძალიან საყვარელი ედიტებით არის გამორჩეული, ამას შეხედეთ. ერთი წამი. აი ეს მოუვიდა. ნახე? აუ, ხელის გადამოშლა და ამ მუსიკის გაგრძელებასაც ვიხილავდი პარა. ესე რობოტის ამ მუსიკაში რა. მოკლედ, გამარჯვებულებს მოგწერთ აუცილებლად. ვინც Facebook ჩატში არ ხართ, კომენტარი დამიტოვეთ რომ დაგამატოთ. ან TikTok-ზე მომწერეთ. ყველანი ხართ დაპატიჟებულები Full Room Mafia-ში და ერთად შევთანხმდეთ, როდის მოხვალთ და როდის ვითამაშებთ ერთად. ასე რომ წავედით და იქ რაღაცა სტორები გადავიღოთ, ვიდეოები გადავიღოთ, გავსტოროთ და ასე შემდეგ. წავედი, გელოდებით.